Წამოუკიდებელი საქართველო 1919 წელი. დამფუძნებელი კრების არჩევნა. გამარჯობა ჩინობადონო. შვიდობა მოგცეთ. განათლებული კაცის სახელი გაყვდა. თუ უკაცრავად არ ვიყო. შეკითხვა ბრძანეთ. ჩემ მოდგმას და ოჯახს სისხლიც ბევრი აქვს გაღებული იმისთვის საქართველოს რომ თავისუფალი გვენახა. მაგრამ რა გევიგო აქ? რა გითხრა? მე თვითონ აი ამათ ვაძლევს. კი, მაგრამ ესენი ვინ არიან? რომელი ერთი ჩამოგითვალა? თუნდაც 6 დაღაიშვილი. 6 აგაშენა თორემ. ნინო შეხედე გილოცავ 6 საქართველოს ეროვნულ კრებაში აგირჩიეს. ეს ყველაფერი კარგი. მაგრამ დრო ესენი დამრჩევია უბრალოდ. იმ დღიდან 2 წლის შემდეგ ისტორიკოსის, არქეოლოგის, ეთნოგრაფის თუ ფილოლოგ ლინგვისტის მოღვაწეობა ბოლშევიკური რუსეთის შემოსევამ შეაფერხა. რადგან 1000 ჯერ ნაძარცვ საქართველოში მის მიერვე თავმოყრილ სამუზეუმო საგანძურს დაუდგა მცველა და ემიგრაციაში გაჰყვა. თვალი იგია. რა და ყველაფერი ეს დილამდე უნდა ჩავიტანო მოქმედში. იმერეთი 1921 წელი. ხომ ხედავ რა ხდება. ირგვლივ ამდენი თოფიანი თარეშობს. ვინმე მოიწოდეს რა აწყვია ამ ყუთებში. დამშვიდდი. ღმერთი არ გაგუწირავს. მე ამით ვიდარაჯებ. დემეცეთ. არის. მანდ რომ რამე სახეირო იყოს ერთ კოჭილ სალდაც კი არ დაუყენებდნენ ძველად. ჟორდანიას გაღალდებით ალბათ გამოტენი. ეს საფრთხე ტკბილი სიზმარი იყო იმასთან შედარებით, რაც მერე უცხოეთში დაემუქრა ქართულ საგანძურს. თვითონ ნახევრად მშიერმა დიდი სახელმწიფოების და მსუყე მუზეუმების მადას გადაარჩინა
იქაც ბევრი ექსპონატი შემატა და სამშობლოში ჩამოიტანა 24 წლის შემდეგ. რატო შიმშილობდა, რამე მაინც გაეყიდაო, ამბობენ უმადურები. რომელი ერთი უნდა გაეყიდა? რჩეულობა ტვირთია ჩვენში. ექვთიმე ღვთისკაცი. გააგრძელე საქართველოს ისტორია.